საუდის არაბეთზე გადავდივართ. გავრცელებული ინფორმაციით შეერთებული შტატები აპირებს გაუზიაროს საუდის არაბეთს ბირთვული ტექნოლოგია იმგვარი უსაფრთხოების ზომების გარეშე, რომლებიც ამ ტექნოლოგიის ბომბის შესაქმნელად გამოყენებას უნდა უშლიდეს ხელს. ტრამპის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში კონგრესს უგზავნის ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც განსაკუთრებით არ შეიცავს ეგრეთ წოდებული ოქროს სტანდარტის ვალდებულებებს. ეს არის ის პირობები, რომლებიც მიმღებ ქვეყნებს უკრძალავს ურანის გამდიდრებას ან პლუტონიუმის გადამუშავებას იარავის წარმოებისთვის. საუდის არაბეთმა ადრე განაცხადა, რომ სურს ჰქონდეს უფლება დამოუკიდებლად გაამდიდროს ურანი. ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანმა საჯაროდ განაცხადა, რომ თუ ირანი მიიღებს ბირთვულ იარაღს, საუდის არაბეთიც მოისურვებს მას. ბაიდენისგან განსხვავებით, ტრამპი ამას არ აყენებს იმ პირობით, რომ საუდის არაბეთმა ისრაელთან ურთიერთობები დაანორმალიზოს. ეხლა ჩვენთან ერთადაა ალან მენდოზა, ჰენრი ჯექსონის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი. ასე რომ, იცით რეგიონში აშენცედეშის ყველა წინა ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება იმ პირობით იყო დადებული, რომ მიმღები ქვეყნები უარს ამბობდნენ გამდიდრებაზე. თუმცა საუდის არაბეთმა ამ ვალდებულებაზე უარი თქვა. რატომ ფიქრობთ, რომ ვაშინგტონი მაინც აგრძელებს პროცესს? და რა სიგნალს გაუგზავნის ეს რეგიონში ყველა სხვა ქვეყანას, რომელიც ამ პროცესს აკვირდება? პირველ რიგში ეს ძალიან უცნაური რამაა, რომ საერთოდ ამაზე მიდიან. გულისხმობ, საუდის არაბეთს პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობის ენერგიაზე აქვს ცდომა ბირთვული ენერგიის გარეშე. ასე რომ ეს ძალიან მცნაური საწყისი წერტილია. მაგრამ დაუშვათ, რომ მათ სურთ. იცით, საკუთარი ენერგეტიკული ბალანსის მართვის გზა შეცვალა. ნამდვილად ძალიან ბედნიერი იქნებოდით, რომ დამატებით პროტოკოლს მოაწეროთ ხელი და ცხადად განაცხადოთ, რომ არ გშურთ გამდიდრება, რაც ბირთვული იარაღის შექმნამდე შეიძლება მიგიყვანოთ. და თუ თქვენ აშშ ხართ, გვაქვს ძალიან მცნაურია, რომ გსურთ შეთანხმების გაგრძელება. რომელიც შეიძლება რეგიონში ბირთვული იარაღის გავრცელების სახალისებას შეუწყოს ხელი, მაშინ როცა ახლახან ომი აწარმოეთ სწორედ ამ გავრცელების შესაჩერებლად. ამ ყველაფერში ბევრი რამ უბრალოდ არ ჯდება. თქვენი აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია ფაქტობრივად უხსნის გარს საუდის არაბეთს ბირთვული იარაღისკენ და საბოლოო როგორ იმოქმედებს ეს მომავალში ბირთვული გავრცელებლობის შეთანხმებებზე? ეს ნამდვილად შესაძლებელია. თუ მზად არ ხართ ეს პირდაპირ გამორიცხოთ შეთანხმებებით, თქვენ ფაქტობრივად თვალის ჩაკურით ეუბნებით. გააგრძელეთ და განავითარეთ ისინი. და მე, რა თქმა უნდა, მესმის საუდის არაბეთის შეშფოთება იმის გამო, რასაც ირანელები აკეთებენ. ჩვენ სრულად გვესმის, რომ საუდელები ძალიან დიდ საფრთხეში აღმოჩნდებიან, თუ ირანმა ამ გზით ბირთვული იარაღის სტატუსს მიაღწია. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს საკითხი ესე უნდა მოგვარდეს, ირანელებს არ უნდა მივცეთ ბირთვული იარაღის ხელშეჩაგდების საშუალება და არა სხვების წახალისება, რომ იგივე გზა აერჩიონ. რადგან თუ საუდელები ამას გააკეთებენ, უდავოა რომ შემდეგი გაერთიანებული არაბული ემირატებიც მოისურვებენ, რადგან ისინიც საფრთხეში არიან. და შემდეგ სხვებიც მოისურვებენ, შეუერთდნენ. და სანამ გააცნობიერებთ, მივიღებთ ერთგვარ სახიფათო ჩიხურ დაპირისპირებას, სადაც ყველა ერთმანეთის მიმართ იარაღს იმარჯვებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იარაღი ბირთვული იქნება. და ერთი შეცდომა შეიძლება არა მხოლოდ რეგიონის განადგურებას, არამედ მის ფარგლებს ბევრად მიღმა პრობლემებსაც გამოიწვევს. მართალია. იცით, ტრამპი ამ შეთანხმებას საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ნორმალიზაციაზე არ აფუძნებს. ეს რა თქმა უნდა პირობა იყო, რომელსაც ბაიდენი მტკიცედ იცავდა. ფიქრობთ, რომ ამ კავშირის სამუდამოდ მიტოვება საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის მშვიდობის შეთანხმების პერსპექტივას მოკლავს, თუ ტრამპი თვლის, რომ ორივეს ცალ-ცალკე მიღწევა შეუძლია. კიდევ ერთხელ გაურკვეველია, რა არის ადმინისტრაციის საბოლოო მიზანი ნორმალიზაციასთან დაკავშირებით. ყველამ ვიცით, რომ ნორმალიზაცია აზრიანი იქნებოდა რეგიონის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნების თვალსაზრისით და ასევე იცით, საუდელები ნამდვილად აცნობიერებენ, რომ ისრაელები ფაქტობრივად მათ მხარეს არიან ირანსა და დანარჩენებს შორის დიდ რეგიონულ ბრძოლაში. ამიტომაც უცნაურია, რატო არ სურთ საუდელებს მაინც წინსვლა. ისევე უცნაურია, რატო შეიძლება ადმინისტრაციამ უარი თქვას ან გადახედოს ამ ვალდებულებას. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ს ინტერესი ისრაელის მიმართ სუსტება. ფიქრობ, ეს არის კითხვა, რომელსაც ბევრი ადამიანი შრომს ზოგადად. მაგრამ ეს ყველაფერი რო გვერდზე გადავდოთ, ფაქტი ისაა, რომ საუდელებსა და ისრაელელებს შორის ნორმალიზაცია სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს. ამიტომ, რატო არ უნდა ისურვონ ადამიანებმა ამის მიღწევა ყველა შესაძლებლობის გამოყენებით, ჩემთვის კვლავ უცნაურად ჟღერს. კარგი, ალან, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ჩვენთან შემოერთებისთვის. ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა.